ბათუმის რედისონში საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და საკპატენტის წარმომადგენლები ქართულ ჟურნალისტებთან ერთად განიხილავენ. ტრენინგი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასმედიის წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით მუნხენელი მოსამართლე ტობიას პილკმეიერიც წარდგება. ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. საინტერესო ტრენინგები ტარდება ჟურნალისტებისთვის. ეს პირველი შეხვედრა არ არის. რამოდენიმე ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის მოსამართლეებისთვის. ამას გვეხმარება ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის სპეციალური პროგრამა CLDP, ასევე გერმანიის განვითარების სააგენტო, მათი მხარდაჭერით მომზადდა ეს ტრენინგები, სემინარები. ამის მიზანია კიდევ უფრო გაზრდა ცნობადობის, ცნობიერების, რას ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა კონკრეტული ეფექტის მომტანია მოხდეს იმ სტანდარტების დანერგვა ქართულ მედია სივრცეში, რომელთაც თანამედროვე მსოფლიო ხელმძღვანელობს საზოგადოებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში. გამომდინარე იქიდან, რომ საავტორო უფლება გახავთ უმნიშვნელოვანესი უფლება, ამასთან მსოფლიო რუდუნებით იცავს და საქართველოს დამდგარია უკვე ამ გზაზე, რომ შეუერთდეს ამ ქვეყნებს. დღევანდელი შეხვედრაც ბათუმში არის ეძღვნება საკუთრების უფლების დაცვას, ინტელექტუალურ საკუთრებას და სხვა უამრავ მასთან დაკავშირებულ თემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი ჩვენ უამრავი საინტერესო თემა გვესმის ამასთან დაკავშირებით, ვაღზავებთ რეპორტაჟებს და ძალიან ხშირად ჩვენ თავად არ ვიცით ზუსტად ამ უწყების შესახებ, რა არის, როგორ არის, რა განსხვავება ინტელექტუალურ თუ ისე საკუთრებას შორის.